შემიზრწუნებელი სტატისტიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოში ორსული ქალბატონები იღუპებიან, არა მხოლოდ მათ უცელში მყოფი ბავშვები იღუპებიან, არამედ იღუპებიან თავად ორსული ქალბატონები, რაც შესაბამისად პირდაპირ ურტყავს გამრავლებას და მათ გადარჩენას, ასევე ურტყავს მთლიანად მათ აღქმებს და აქ ჩნდება ერთი ძალიან მარტივი შეკითხვა. თუ ისინი ვიტამინების ნაკლებობის გამო ვერც კი ახერხებენ, რომ საკუთარი ორსული ქალბატონები გადაარჩინონ, მაშინ ვინ უჭერს ამ მოქმედებას და ამ მოძრაობებს, ვინ უჭერს მხარს, უჭერს თავად აფხაზეთის ქართველი მოქალაქეები, არა ამ ყველაფერს მხარს უჭერს გარე ძალები, ეს არის რუსეთი, ეს არის თურქეთი და სამწუხაროდ ეს არის სომხეთიც ხშირ შემთხვევაში. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაში, რასაკვირველია, ყველა სახელმწიფო ასე მოიქცეოდა მათი შავ ზღვაზე ძალაუფლების გასაზრდელად, საქართველოს დასასუსტებლად, ოღონდ აქ არ გულისხმობ რაღაც ბოროტ თამაშებს და ბოროტ იმპერიებს და ბოროტ პოლიტიკურ ელიტებს. ეს ყველაფერი არის ძალიან ნორმალური, უბრალოდ ყველა მტერი გაგტეხავს შიგნიდან და შეგიერთებს და შენს ასიმილაციას მოახდენს, თუ შენ არ იქნები ჭკვიანი და სამწუხაროდ დღეს ის ქართველები, ვინც ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და ყველა მათგანი არის ქართველი, იმიტომ რომ ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ საქართველოში. ეთნიკურად ისინი ქართველი აფხაზები არიან თუ არა ეთნიკურად ქართველი აფხაზები არიან, ისინი არიან აფხაზები, შესაბამისად ისინი არიან ქართველები. სწორედ ამიტომ ჩვენ დანარჩენი საქართველოს შვილებმა კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ის პროპაგანდა ანგრევს მათ პირველ რიგში მუშაობს პროპაგანდისტული მანქანა, და ბ მუშაობს დიდი შიშის ფაქტორი.